პირველი არხი წარმოგიდგენთ. Სამშვიდობისა დღეს სამშაბათია და 23 საათზე პირველი არხის ეთერშია პირველი თემა. როდესაც საიდანელის ოპოზიცია დაფინანსებას ლევან გაჩეჩილაძის განცხადებას საზღვარგარეთიდან თანხის შესაძლო შემოსვლის შესახებ ხელისუფლებისთვის და არა მხოლოდ ხელისუფლებისათვის იმის საფუძველი გახდა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერისგან ახსნა განმარტებები მოითხოვა. ხელისუფლებას იმის გარკვევა სურს მიდის თუ არა დამფინანსებლის კვალი მოსკოვამდე. ლევან გაჩეჩილაძე, რომლის განცხადებამ უმრავლესობასა და უმცირესობას ეჭვების საფუძველი მისცა, კონკრეტიკისაგან თავს იკავებს. თუმცა პირობას დებს, რომ თითოეული თეთრი, რომელიც ოპოზიციის საქმიანობას მოხმარდება, გამჭვირვალე იქნება. მხარეების არგუმენტები და პოლიტიკური ძალების დაფინანსების გამჭვირვალობა საქართველოში. დღეს პირველი თემა წარმოგიდგენთ. ფინანსებს ოპოზიციას და საპროტესტო აქციებს საქართველოში. პარლამენტში ოპოზიციისაგან ინკოგნიტო დამფინანსებლების ვინაობის დასახელებას ითხოვენ. დიახ, ფულის საშოვნელად ვიყავი წასული. ფულის საშოვნელად. ეს ფული ძალიან მალე, რამოდენიმე დღეში დაგვეწევა, ძალიან მალე მოგვისწრებს. რა გზებით შემოდის, რა წარმომავლობის თანხა, ვინ ბიზნესმენი, თუ ვინ რომელი ქვეყანა, თუ რომელი ფონდი აფინანსებს ამ მოძრაობას და ასე ამ აქციებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ და ეს უნდა იცოდეს საზოგადოება. ეს უნდა იცოდეს ყველამ. ფულს პოლიტიკაში ყოველთვის მოსდევს ვალდებულებები, ვის წინაშეა გაღებული ვალდებულებები. ლევან გაჩეჩილაძეს, როცა ის საუბრობს იმაზე, რომ მიიღებს ფულს. ის არის ფიზიკური პირი, ის არის პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, მას კანონით არ აქვს შეზღუდვა საზღვარგარეთიდან მიიღებს თანხას თუ ქვეყნის ფარგლებ, ქვეყნის შიგნიდან და რომელი ბიზნესმენი მიეხმარება, ეს არ არის მათი საქმე. პოლიტიკა და ფინანსები რატომ აკეთებს ხელისუფლება აქცენტს აეჭვა დაფინანსებაზე და როგორია ოპოზიციის არგუმენტები. პირველი თემის შეკითხვებს პავლე კუბლაშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, გია თორთლაძე უპასუხებენ. ეს პირველი თემა პირდაპირ ეთერში ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი გახლავთ საქართველოს დემოკრატიული პარტიის ლიდერი გია თორთლაძე. საღამოშვიდობის ბატონ გია. დიდ მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბატონ გია, დღეს თქვენ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ესე როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოითხოვთ ახსნა განმარტებები ლევან გაჩეჩილაძისაგან, განემარტა მას თუ რა ფინანსებს ელოდება და საიდან. რა განმარტებებს ელით პირადად თქვენ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერისაგან? მოგესალმებით ყველას, ესე იგი მე მინდა ორი სიტყვით უბრალოდ თქვა, მე რატომ დავინტერესდი ამ თემით და საერთოდ რატომ ასე ვთქვათ, რატომ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის დღეს. როგორც მოგეხსენებათ, 28 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ასე ვთქვათ, არმია აპირებს ეგრეთ წოდებული კავკაზ 2009 მანევრების ჩატარებას და წვთნების. და აი ამ წვთნების ასე ვთქვათ, სცენარი პირდაპირ ღიად არის გაწერილი და წერია პირდაპირ გამოსაიძებზე არის გამოქვეყნებული ვითარების თანდათანობითი გამწვავება და შემდგომი გადაზრდა შეერაღებულ კონფლიქტში. ამიტომ ეს პირდაპირ კავშირშია ბატონო გია? რა თქმა უნდა, არაფერი არ კავშირში პირდაპირ, მაგრამ მე ვამბობ, რას გეგმავს ამ შემთხვევაში და ღიად რას წერენ რუსეთში. ამიტომ აქედან გამომდინარე, ჩვენი ყველას ინტერესი უნდა იყოს, რომ რუსეთს არ მიცეთ არანაირი საშუალება, რომ აქ თავისი ასე ვთქვათ ძრახვები განახორციელოს და მაქსიმალურად ვიყოთ მობილიზებული და რაც შეეხება ახლა ლევან გაჩეჩილაძის განცხადებას, მან პირდაპირ ღიად გააკეთა ეს განცხადება და მე ვთვლი, რომ ჩემი პირდაპირ მოვალეობა არის, რომ ჩვენ ვიკითხოთ და დავინტერესდეთ რა. მაგრამ ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ საზღვარგარეთიდან ელოდება თანხას. შემდგომში, როდესაც მას დღეს კიდევ ერთხელ კითხეს კომენტარი, მას არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ ეს არ არის რუსეთი. რატომ იძლება პირდაპირ პარალელები რუსეთის ფედერაციასთან? მე არსად არავისთან პარალელს არ ვავლებ. უბრალოდ ხიფათი ჩვენ მოგვერის რუსეთისგან, მე ხარ ვთქვა, რომ რომელიმე ასე ვთქვათ, ავსტრალიიდან მოგვერის ხიფათი ვთქვა, ხე ხო არ იქნება სერიოზული, ამიტომ რა თქმა უნდა ხიფათი არის რუსეთიდან. ამიტომ ეხლა მე უბრალოდ შეგახსენებთ, რომ 1991 წელს უკვე ასეთი რამ საქართველოში მოხდა. ამიტომ ხალხი ძალიან ასე ვთქვათ, დაძაბული ყოველთვის უყურებს ამ ფინანსებს, საიდან მოდის და როგორ მოდის. იმიტომ რომ მაშინ როცა დაინტერესებული იყო საზოგადოება, საიდან მოდიოდა საქართველოში ფინანსები, რომლის შესახებაც სხვათა შორის წერდა და წერს პირდაპირ, ესე იგი, რამოდენიმე გოსდუმის დეპუტატი, რომ საქართველოში გადატრიალება მაშინ რუსეთს დაუჯდა 65 მილიონი. ამას წერენ ღიად.
ეს განცხადება თქვენ დღესაც გააკეთეთ ბატონო პრესკონფერენციაში აღნიშნეთ რომ ჩვენთანაც ამბობთ აგერ რომ არ გსურთ პარალელების გავლება მაგრამ თუნდაც ეს განცხადებები რომ იხსენებთ ამას ხშირად ხომ არ ნიშნავს რომ თქვენ თავადაც მიუთითებთ ამ შესაძლო ეჭვებზე რუსეთის ფედერაციას და სანამ მოისმენთ უშუალო განმარტებებს სწორედ ამიტომ არის დიდი ინტერესი აი ამ საქმისადმი და უცხოური ფულის მიმართ არის საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ინტერესი და მე ვფიქრობ რომ თავისთავად თვითონ ლევანის უნდა იყოს დაინტერესებული რომ განმარტოს საიდან მოდის ეს თანხა, როგორ მოდის ეს თანხა, იმიტომ რომ ის იყო 8 პოლიტიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, ის იყო გაერთიანებული ოპოზიციის უკვე საპარლამენტო არჩევნებში პირველი ნომერი, ასე ვთქვათ, სიაში, აქედან გამომდინარე ის არის პოლიტიკური ფიგურა და ამიტომ რა თქმა უნდა, მაგრამ ის არის პოლიტიკური პარტიის ლიდერი და წევრი, როგორც ასეთი. პოლიტიკური პარტიის ლიდერი და წევრი შეიძლება არ იყოს, მაგრამ რამოდენიმე პოლიტიკური გაერთიანების, ის ვთქვათ, ერთპიროვნული ლიდერი იყო. მაგრამ ეს მას უკრძალავს, რომ მან მიიღოს ფინანსები საზღვარგარეთიდან. ეს მას არ უკრძალავს, ასე ვთქვათ, პირდაპირ ასე როგორც გაჩნია, თუ პოლიტიკური, ასე ვთქვათ, დანიშნულება აქვს ამ ფულს, ანუ 9 აპრილის, როგორ ქვია, 9 აპრილის საორგანიზაციო ჯგუფი, თუ ამ ჯგუფისთვის უნდა იქნას გამოყენებული, თუ პოლიტიკური მიზნებისთვის უნდა იქნას გამოყენებული, ეს სხვა თემა არის. თუ კერძო მას აქვს რა თქმა უნდა. ეს არის სხვა თემა და ასეთ შემთხვევაში კანონი აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს. რა თქმა უნდა, აწესებს შეზღუდვებს უცხოურ მოქალაქეებზე და საქართველოს მოქალაქეებზეც ამაშობა რა ქვია ლიმიტია დაწესებული, რა თქმა უნდა. ამიტომ მე უბრალოდ ძალიან ფრთხილად ვეკიდები ყოველ საქართველოს ძალიან ხშირად მესმის მუდმივი ქილიკი, აი რუსეთთან დაკავშირებით ეს თემები არის სახუმარო ზოგიერთი პარტიის ლიდერისთვის, ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერისთვის ხუმრობენ, რომ აი სულ მუდმივად რუსეთთან. მე ხმაურობ რამოდენიმე რაღაცას წაგიკითხე. არა საპარლამენტო ოპოზიციას. არა საპარლამენტო ოპოზიციას ძირითადად. იმიტომ რომ აი მაგალითად წაკითხავ 9 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ასეთი განცხადება. ოფიციალური განცხადება დევს საიტზე. საქართველოს ხელისუფლება და მათი მფარველები ცდილობენ რეგიონის დესტაბილიზაციას, იზრდება საფრთხე ძალისმიერი სცენარების განსახორციელებლად. ამას წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მე ხო არ უწერ ამას. ისინი წერენ. ეს ერთი. ეს რის ფონზე ხდება? როდესაც თვითონ რუსეთი არღვევს ყველანაირ ხელშეკრულებას, დევნილების დაბრუნების, ცეცხლის შეწყვეტის, ოკუპირებული ტერიტორიებია უკვე. ეს ყველაფერი დადგენილია, რომ ეს არის ოკუპირებული ტერიტორია. არ გადიან ამ ტერიტორიებიდან, თვითონ ძაბავენ და ამ პარალელურად ასეთ განცხადებებს აკეთებენ. ამიტომ რა თქმა უნდა ნებისმიერი პოლიტიკოსისათვის, ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისათვის, რა თქმა უნდა საინტერესოა, როდესაც პოლიტიკური პროცესებისათვის ფული შემოდის საქართველოში, საიდან შემოდის? პრობლემა რაში მდგომარეობს, იცით? პრობლემა არის იმაში ზოგადად, რომ საზოგადოებას საერთოდ არ აქვს ზოგს ინტერესი არ აქვს, ზოგს შესაძლებლობა არ აქვს ამისი, ზოგს ვერ ახერხებს რაღაც კონკრეტული ინფორმაციების მოპოვებას, მაგრამ ეს ჩემი პირდაპირ მოვალეობა გახლავთ, ამიტომ მე ძალიან ბევრ ინფორმაციას, ასე ვთქვათ, მოიპოვებ ხოლმე და მე ტელევიზიის თუ პრესის საშუალებით ვახმაურებ. ეხლა ამ ტიპის საკითხებზე გაქვთ თქვენ კონკრეტული ინფორმაცია? არა, მე გეტყვით აი რა ინფორმაცია მაქვს. მაგალითად ეხლა რუსეთის დუმის დეპუტატი ზატულინი, რომელიც ასევე არის დსთ-ს ინსტიტუტის დირექტორი, დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორი, აი პირდაპირ წერს, როგორ უნდა, ასე ვთქვათ, მოუარონ ურჩ ხელისუფლებებს დსთ-ს ქვეყნებში. და სიტყვით წაკითხავ, თუ ჩემი ინტერპრეტაცია არ მოხდეს. ჩვენი მოკავშირე უნდა იყოს ხალხი დსთ-ს ქვეყნებში. ხოლო პოლიტიკური ელიტა ჩვენი მოწინააღმდეგეა და ამ კუთხით უნდა ვიმუშაოთ. ამ ქვეყნებში უნდა შევქმნათ სახალხო მოძრაობები, რომელიც შემდგომში რუსეთის მოკავშირეს გავხდით. ამიტომ აი ესეთი რაღაცები როცა ხდება, არასერიოზული არის. ძალიან ასე ვთქვათ, არ მგონია რომ ეს იყოს ასე ვთქვათ ნორმალური, რომ ამ საფრთხეებზე ლაპარაკობენ ქილიკით, ლაპარაკობენ ასე ვთქვათ თითქოს არაფერი არ ხდება, თითქოს არ ხდება. კი ბატონო, თქვენ ამბობთ რომ ოპოზიცია ამ საფრთხეზე საუბრობს ქილიკით, მაგრამ ძალიან ხშირად ჩვენ ასევე გვესმის ხელისუფლებისგან და არა მხოლოდ ხელისუფლებისგან, დღეს თქვენ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმაც გააკეთეთ ამაზე განცხადება, რომ ანუ მინიშნება ყოველთვის კეთდებოდა აქამდე ღიად რომ ოპოზიცია შესაძლოა რუსეთიდან შემოდიოდეს ფული. თქვენ პირადად თქვენს ეჭვებს გააკეთებთ. მე ასეთი მინიშნება, მე რამეზე ვარ, ერთ რამეს მინდა მიგაქცევით თქვენი ყურადღება. მე არასდროს არ ვაკეთებ განცხადებებს, არც თქვენ ეთერში გამიკეთები ასეთი რამ, არც სხვაგან. თუ არ მაქვს კონკრეტული საბუთი ხელში, კონკრეტული დოკუმენტი, ხელისუფლების მხრიდან გააკეთდა ასეთი განცხადებები. ხელისუფლების მხრიდან მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლების წარმოადგენლები იქნებიან აქ და ისინი თავის შეხედულება. კი ბატონო, მაგრამ თქვენ საუბრობთ ასევე პარალელურად საფრთხეებზე, ხომ ასე თქვენ ჩამოთვალეთ არაერთი საკითხი. რაც შეიძლება ადასტურებდეს რუსეთიდან კიდევ ერთხელ მომავალ საფრთხეს. არსებობს თუ არა დღეს 2008 წელს ჩატარდა კავკაზ 2008 და მოყვა იმას აგრესია. შეიძლება თუ არა ეს ეჭვებს დავხუჭოთ თვალები და ვთქვათ რომ არაპირებენ და აი ესეთი რაღაცები ხა რაც მე თქვენ წაგიკითხეთ ეს არ არის ახიხიფეთ. არ გეკამათებით ამაზე რომ ეს არის საფრთხე ბატონგე, მაგრამ ეჭვებს რომ შესაძლოა ოპოზიციის ნაწილი ფინანსდებოდეს რუსეთიდან. აქვს თუ არა დღეს არსებობის რეალური საფუძველი?
როგორ ფიქრობთ? საერთოდ ნებისმიერ მოსაზრებას აქვს არსებობის საფუძველი, რაღაც პერიოდი, მერე ის ან დამტკიცდება, ან უკუგდებული იქნება და მერე გაქრება ასეთი შეხედულებები. მაგრამ რაც შეეხება ჩემ განცხადებას, მე არასდროს ასეთი განცხადება პირდაპირ ასე ვთქვათ, მოჭრილად და ღიად არ გამეკეთებია, რომ კონკრეტულად აი ეს ადამიანი ეხლა მიდის და წავიდა და ჩამოიტანა ფული, ან მიდის და ჩამოიტანა FSB-ს ფული, ან ჩამოიტანა ვიღაცის ამერიკის ფული, ან ჩამოიტანა ფრანგების ფული. არ ყოფილა ასეთი განცხადება ჩემს. იყო თუ არა მსგავსი ფაქტები მაშინ, როდესაც თქვენც იყავით არასაპარლამენტო ოპოზიციის რიგებში. იყო ასეთი საუბრები, თუმცა ეს განცხადებები საჯაროდ არ გაკეთებულა, რომ გარკვეულწილად განხეთქილება ოპოზიციის რიგებში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ გამოიწვია იმას, რომ ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი ცდილობდა დაფინანსების წყაროები რუსეთში მოეძიებინა. შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს? ასეთი ფაქტები, ასე ვთქვათ, ხელთ არ მაქვს. ვინ რაც ცდილობდა, მე არ ვიცი. თუ ვინმესთან იქ იყო დაპირისპირებები, სხვა საკითხებზე ხა როგორც წესია, 9 და 8 პოლიტიკური პარტია როცა ერთად არის, იქ რა თქმა უნდა 100-თან სხვადასხვაობა არის, იმიტომ რომ რადიკალურად და ესე ვთქვათ, აბსოლუტურად განსხვავებული პარტიები იდგნენ მაშინ ერთად გვერდზე. ერთმანეთს ამიტომ რა თქმა უნდა იქ იქნებოდა განსხვავებები, მაგრამ აი ეს თემა მე ჩემ ყურამდე რუსეთი, სიტყვა რუსეთი და რუსეთმა აქ უნდა ჩვენ რაღაც ლახმარება გაგვიწიოს ან რაღაცა ხნას, ასეთი რამ ჩემთვის იყო უცნობი. ხა თუ ვინმე სადმე ასეთი რამ მოისმინა ერთმანეთისგან და მე ამაზე აღუსამრები იყო, ეს ღიად უნდა განაცხადონ იმ პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომლებსაც ასეთი რამ აქ მოსმენს. კარგით, მაშინ კიდევ ერთ კითხვას დავსვამ. ძალიან საინტერესო რამე მინდა. ძალიან საინტერესო რამე მინდა წაკითხოთ. იმაგრეთ წაკითხავთ ციტატას, ესე იგი წიგნიდან. არსებობს ესეთი წიგნი სახელმწიფო გათხრილების ტექნიკა. და იქ წერია ესეთი ციტატა. ეს არის უნიშნელოვანი, ასე ვთქვათ, ძალიან ცნობილი პოლიტოლოგის კურცო მალაპარატეს წიგნი და სადაც წერია პირდაპირ, აი მე უბრალოდ ციტატები ატომ მოყავს, რომ არც ერთი სიტყვა არ შემიშალოს. სახელმწიფო გადატრიალება ტექნიკის საქმეა და არა პოლიტიკის. შემდგომ სარჩულზე იფიქრონ პოლიტოლოგებმა. სხვათა შორის ასეთ თემებზე მუშაობს მაგალითად ოლეგ ლაზუნოვი, რუსი პოლიტოლოგი, რომელიც აი ამ ტექნოლოგიებზე მუშაობს და იქ დეტალურად აღწერს და ძალიან საინტერესოდ აღწერს მაგალითად 1969 წელს როგორ მოხდა ამინის ხელისუფლების გადატრიალება ავღანეთში, რომ KGB-მ ჩაატარა შტურმი 333, ანუ 3-3-იანი, ეს იყო ერთდღიანი ოპერაცია, როდესაც გაანადგურეს ამინი და გაანადგურეს მისი ოჯახის წევრებიც, ასე რომ მე გეუბნებით რომ ესე იგი სახელმძღვანელოები არსებობს, სადაც პირდაპირ წერია სახელმწიფო გადატრიალების ტექნიკას შესახებ. თქვენ ხედავთ დღეს ამ ასეთი საფრთხეები სქემით მოქმედების ასეთი საფრთხეები საქართველოში არ საქართველოს მუდმივად დგას ასეთი საფრთხეების წინაშე. ეს საფრთხეები საუკუნეების მანძილზე, 2 საუკუნის მანძილზე მოგდებს ჩვენ მუდმივად და მუდმივად რუსეთიდან მოდის ეს საფრთხეები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ. რა თქმა უნდა არსებობს ტექნოლოგიები, რა თქმა უნდა არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული ტექნოლოგიები, რომელთაც შეიძლება სახელმწიფო გადატრიალება მოხდეს, მაგრამ ამის ერთადერთი ზღუდე, ერთადერთი შემაკავებელი ეს არის ინსტიტუტების, ანუ დემოკრატიული ინსტიტუტების არაჩვეულებრივი მუშაობა, ანუ ესე იგი ეს არის უბრალოდ წყობრი მუშაობა დემოკრატიული ინსტიტუტების და ეს არის კონსტიტუცია ქვეყანაში, ეს არის საარჩევნო სისტემა ქვეყანაში, ეს არის სასამართლო ქვეყანაში და სხვა ინსტიტუტები, რომლებიც უნდა მუშაობდნენ ძალიან სერიოზულად და ამიტომ ამბობ, ესე იგი დავასრულებ უბრალოდ ერთ ფრაზას და მე კი ბატონო დამისვით ახალი კითხვა. და ამისთვის მე ვფიქრობ, ეს ისეთი მანქანაა, რომელსაც ვერანაირი ტექნოლოგიები ვერ გადალახავს და ვერ დაძლევს და ამისთვის ჩვენ ყველამ ერთად, როდესაც ქვეყანაში, აქ არ არის საუბარი ოპოზიციაში ხარ თუ არასაპარლამენტოში ხარ თუ საპარლამენტოში ხარ თუ ხელისუფლებაში ხარ თუ უბრალოდ მოქალაქე ხარ, არა აქვს ავტორი მნიშვნელობა ამას. აი ამის წინააღმდეგ ჩვენ უნდა სულყოლანი ვიდგეთ ერთად და საზოგადოების დაპირისპირება კი არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში. საზოგადოებრივი ასე ვთქვათ აზრი კი არ უნდა მზადდებოდეს იმისთვის რომ აი თუ ვინმე ამაზრზე არ არის მოღალატეა, თუ ვინმე ამაზრზეა ეს წესიერი კაცი ამ პირიქით და ასე შემდეგ. ასეთი რამ კი არ უნდა ხდებოდეს. არსებობს ერთი საფრთხე, ჩვენ გვაქვს დაკარგული ტერიტორიები, ჩვენ გვაქვს დაკარგული 22% ჩვენი ტერიტორია ოკუპირებულია, დაკარგული არ არის რა თქმა უნდა საბოლოოდ, ეს არის ოკუპირებული. სხვათა შორის ძალიან საინტერესო რამ მოხდა ერთ ფაქტს იმას რომ ტერიტორიები არის ოკუპირებული, არსებობს საფრთხე და ეს არის უპირველეს სამოცანა. ამის გარშემო როგორ შეიძლება არ იყოს გაერთიანებული მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი. თქვენ ამბობთ რომ პოლიტიკური სპექტრი ამ საფრთხეებს და ამ პრობლემებს არ აღიარებს ბატონო. არ ვიცი, ან არ აღიარებს, ან თვლიან რომ არ შეიძლება ამ პირადი ამბიციების გამო ერთმანეთის გვერდზე არ ახდენენ. როგორ შეიძლება რომ ამის გარშემო არ ვილაპარაკოთ, კი ბატონო, არ მომწონს ხელისუფლება დაუშვათ, ხო? მაგრამ როგორ შეიძლება მე ამ საკითხებზე არ ვილაპარაკო ხელისუფლება. მოდი დავბრუნდეთ კონკრეტულ თემას. რაზეც საუბრობთ დაფინანსების საკითხები. ცოტა ხნის წინათ აი ესეთი ტერიტორიები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ქონდა რუსეთს ოკუპირებული, ეს არის კურილის კუნძულები, ეს არის კუნძული შიკატაინა, კიდე სხვა 4 კუნძული, კურილის კუნძულებთან მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კუნძულები.
4 ისა 6 თუ 7 დღის წინათ გააკეთა, მიიღო გადაწყვეტილება ქვედა პალატამ იაპონიისამ, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს ეს კონსულები და ტერიტორიები. ეს ხდება იცით რამდენი ხნის მერე? ეს ხდება დაახლოებით 65 წლის შემდეგ, როცა დაკარგა კურილის კონსულები და სხვა კონსულებიც დაკარგა რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში და აი ბევრი რამ დაკარგა მაშინ. აი ეხლა დღეს აი ამდენი წლის მერე აყენებს იაპონია ისევ საკითხს და ეს გადაწყვეტილება ეს აღარ არის უფრო კონკრეტული ასე ვთქვათ ლიდერების ან კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელების განცხადება. ეს არის უკვე ქვედა პალატის მიერ მიღებული საპარლამენტო პალატის მიღებული გადაწყვეტილება და დადგენილება, რომელსაც შეატყობინებენ ალბათ ხა მთელი სოფლიოს ინტერესს უკვე გახმაურდა. კი ბატონო, დავუბრუნდეთ ისევ იმ კონკრეტულ საკითხს, რაზეც დავიწყეთ საუბარი, დაფინანსებაზე, დაფინანსების გამჭვირვალობაზე. მე დაგისვით კითხვა იმაზე, იყო თუ არა შარშან დაფინანსების წყაროების რუსეთში მოძიების ცდილობა მაშინ, როდესაც თქვენ იყავით ოპოზიციაში. თუმცა გასაგებია, მომდევნო შეკითხვას ვამ. თქვენ დღეს, როდესაც ლევან გაჩეჩილაძის განცხადებას გამოეხმაურეთ. როცა არ უნდა გამეგო ადრეს, დღესაც რო გავიგო, ხვალაც თუ გავიგებ, ასეთ რამე. გასაგებია, ბატონო, მოვისმინეთ უკვე თქვენი პოზიცია. ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა კითხვას ვამ. თქვენ დღეს ლევან გაჩეჩილაძის განცხადებას, როდესაც გამოეხმაურეთ, განაცხადეთ, რომ აუცილებელია მსგავს კითხვებს გაეცეს პასუხი, რათა საზოგადოებას აღარ დარჩეს კითხვის ნიშნები, მაგრამ რამდენად გამჭვირვალე იყო ოპოზიციური ფინანსები მაშინ, როდესაც თქვენ იყავით არასაპარლამენტო ოპოზიციაში? მე გეუბნებით, რომ ჩვენ მაშინ არ ვიცი მე ეს როგორ ხდებოდა, ასე ვთქვათ, ეს იყო სხვათა შორის ძალიან სერიოზული დაფინანსება, ჩვენ არასდროს არ გქონია. ჩვენ ცალკეული პოლიტიკური პარტიები ვასხავდით საწვავს ჩვენ მანქანებში, ზოგი პოლიტიკური პარტია ვერ ახერხებდა, ერთი პარტია მეორეს ეხმარებოდა და აი ესე მოქალაქეები მოდიოდნენ თვითონ თავისი მანქანებით, აი ესე დავდიოდით რეგიონებში. ნოემბრიდან აპრილის ჩათვლით ბატონო. როცა ეხება ნოემბერს, ჩემთვის არის ცნობილი, დიახ, რომ ესე იგი ნოემბრის აქციები და ნოემბრამდე, ხო ეს 28 სექტემბრიდან ნოემბრამდე. და 2 ნოემბერს, როდესაც დაიწყო აქციები უკვე პარლამენტის წინ, ჩემთვის ეს ცნობილი ფაქტი იყო, რომ ბადრი პატარკაციშვილმა გადმოსცა ამ გაერთიანებულ ოპოზიციას, ანუ გადმოსცა მიტინგების შესაძლებლად გადმოსცა ეს საკმაოდ ძვირადღირებული აპარატურა, რომელიც ღირდა თუ არ ვცდები რაღაც 26-27 დოლარი და აი ამ აპარატურით ხდებოდა ეს. დანარჩენი დეტალები ფინანსებთან დაკავშირებით მე არ მქონია შეხება, არ გამიგია არასდროს რომ ფული მოდის იქიდან თუ აქედან. შეიძლება რაღაცა ხდებოდა, ეს ჩემთვის იყო უცნობი ნამდვილად, იმიტომ რომ მე არ ვიცი ასეთი ფაქტები. დღეს გამოვრიცხავთ იმის შესაძლებლობას, შეიძლება იგივე არასაპარლამენტო ოპოზიცია, რომელსაც აქვს გარკვეული დაფინანსება ბიუჯეტიდან, იგივე თავისი მწირი ფინანსებით ახერხებდეს აქტივობას ამ ხნის განმავლობაში. უდაოდ გეთანხმებით, რომ ასეთი რამ შეიძლება ხდებოდეს, მაგრამ როცა აკეთებ უკვე პოლიტიკურ განცხადებას, პოლიტიკური ლიდერი, საპრეზიდენტო კანდიდატი და პირველი ნომერის ისა და ამბობ რომ რაღაცა ხო არ ამბობს რომ ამბაქიდან ღებულობ დაფინანსებას, გახი დაფინანსება ჩამოვა უცხოეთიდან. ამიტომ ეს კითხვები რომ მოიხსნას, ეს პრობლემები დამთავრდეს, საზოგადოებამ რომ გაიგოს რა ფული მოდის, ვისგან მოდის, როგორ მოდის, რაში რომ დაიხარჯოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს ფული ხო არ არის ფული, რომელიც ჩამოვიდეს და მოხმარდეს თეატრის ლევან გაჩეჩილაძემ გააკეთა განცხადება, რომ როდესაც ის მიიღებს თანხას, თითოეული თეთრი იქნება გამჭვირვალე, თუ კი ის მოხმარდება პოლიტიკურ საქმიანობას, ასე რომ ალბათ მოვისმენთ ამ განმარტებებს. მაგრამ ხა ერთი მხრივ ესე იგი ცოტა წინააღმდეგობაში ეს განცხადება, იმიტომ რომ ერთი მხრივ იძახის რომ მე არავის წინაშე ვალდებული არა ვარ, იმიტომ რომ მე ვარ კერძო პირი, მეორე მხრივ იძახის რომ ყველა თეთრი იქნება გამჭვირვალე. მე ვფიქრობ, თუ ის იღებს დაფინანსებას როგორც კერძო პირი, ბატონია, რატომ არის ვალდებული ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი ფიზიკური პირი? იმიტომ რომ ის არის ძალიან დიდი გაერთიანების ლიდერი. და როცა პოლიტიკური ლიდერი აკეთებს ასეთ განცხადებას, ის ახლა პოლიტიკური პარტიის წევრი იქნება, რითი მარაფს არ აქვს მნიშვნელობა. ის იყო პრეზიდენტობის კანდიდატი გასულ წელს, მაგრამ ახლა როგორც ოპოზიციური გაერთიანება არ არსებობს. როგორ არ არსებობს 9 აპრილის კომიტეტი ქვია და ამ კომიტეტს ყავს რამოდენიმე გამოკვეთილი ლიდერი და მაგრამ ეს არის უბრალოდ გაერთიანება, რომელიც იყო შექმნილი კომიტეტი უბრალოდ აქციებს ასე განმარტოვა ყოველ შემთხვევაში. ისეთ რამეზე მეკამათებით, რადგან არ არის საკამათო. არ გეკამათებით ბატონო, თავად ოპოზიცია განმარტავს ასე. დღეს როგორც მოქალაქე გაჩეჩილაძე, ასე ხო არ აღიქვამენ, მას აღიქვამენ როგორც პოლიტიკურ ლიდერს. ეს არის პოლიტიკური სერიოზული ლიდერი, რომელსაც აქვს. არის თუ არა ლევან გაჩეჩილაძე რომელიმე პარტიის წევრი? ამჟამად არის თუ არა მის წევრი, მე არ ვიცი, მე მგონი არ არის ამჟამად. შესაბამისად ის არ არის პოლიტიკური. შესაბამისად ის არის, მაგრამ ის არის პოლიტიკური გაერთიანების, რომელშიც შედის ბევრი პოლიტიკური პარტია, იმის პოლიტიკური ლიდერი. ამიტომ მაგრამ ბატონო და ამბობს რომ ეს ფული მოხმარდება კონკრეტულ აქციებს. ამაზეა ლაპარაკი, თორემ მე რაში მაინტერესებს ახლა რომელი კერძო პირი და იურიდიული პირი მიიღებს რა თანხას საიდან. ეს ჩემი საქმე არ არის. მაგრამ როცა კეთდება განცხადება რომ აი ეს თანხა ჩამოვა, ამას მიტინგი ტაშს უკრავს, იქ ვიღაც ლიდერებიც ტაშს უკრავენ და ეს მოხმარდება ამ საქმეს.
აი ამ დროს უკვე საჭირო არის განმარტებები. კარგი, იმედი ვიქონიოთ, რომ მოვისმენთ თავად ოპოზიციის ლიდერებს, ერთად ლევან გაჩეჩილაძისგან ამ საკითხს. ეს არ შეიძლება ქვეყანაში იყოს კითხვის ნიშნები, არ შეიძლება. მე არ გეკამათებით ბატონო გია, მაგრამ როდესაც ხმენებობთ, რომ ეს კონკრეტული პიროვნება არის ოპოზიციური გაერთიანების ლიდერი, თავად ოპოზიციის ლიდერებსაც არაერთხელ განმარტებთ, რომ შარშან შექმნილი ოპოზიციური გაერთიანება დარეგისტრირდა შემდგომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, როგორც ოპოზიციური საბჭო. მაგრამ აი ეს ვთქვით 4 ლიდერი რო გამოყვეს რომელიც წავიდა ყველაზე ასე ვთქვათ ისეთი ლიდერები მაგრამ ეს იყო წარმომადგენლობა და ოპოზიციური გაერთიანება როგორც ასეთი ბუღალტერების გაერთიანება და დაფიქსირებულა რამდენადაც ცნობილია ბატონო ეს არ არის ბუღალტერების გაერთიანება ეს არ არის რა ქვია ინჟინერების გაერთიანება ეს არ არის მწერალთა კავშირი და ეს არ არის კომპიუტერთა კავშირი ეს არის პოლიტიკური გაერთიანება რომელიც ორ თვე ნახევარი ატარებს ქვეყანაში მიტინგებს ატარებს საპროტესტო აქციებს ჩვენ უნდა მოვიდეთ ხელისუფლებაში აცხადებენ და ამის პრეტენზიას აცხადებენ და ახლა ამაზეა ლაპარაკი თორე რა საქმე მაქვს მე ნებისმიერ ადამიანთან თუნდაც ლევანთან რომელსაც ჩამოუვა ვიღაცისგან ნაჩქარი ფული რომელსაც გამოიყენებს განმარტებებს თქვენ ეს ჩემგან არ მოგისმენიათ დღეს ალბათ პირველად რომ ლევან გაჩეჩილაძე არ არის პოლიტიკური პარტიის წევრი და შესაბამისად მას აქვს უფლება მიიღოს ახლა ეს იყო დღეს გაკეთებული სტატუსი მიანიჭებდით ლევან მე არ ვანიჭებ მას სტატუსს ბატონგია მე ვამბობ მე თქვენთან არგუმენტად მომყავს ის განცხადებები რაც დღეს გააკეთეს ოპოზიციის სხვა ლიდერებმა ოპოზიციის სხვა ლიდერებმა სხვათაშორის ის გააკეთეს რომ ჩვენ არ გვაინტერესებს საერთოდ ეს პრობლემა საერთოდ არ აინტერესებთ ხა რა სიძახის სხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები თუ შემდეგ მე მაინტერესებს სისტემები ძალიან მაინტერესებს იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანას და ჩვენ ხალხს აქვს ძალიან სერიოზული გამოცდილება იმისა რომ ამ ქვეყანაში შემოვიდა უცხო ფული ამიტომ მე არ ვამბობ რომ ეს უცხო ფული არის გინდა თუ არა ეს ვიღაცის ფულია ამისი იმის იმ დაწესებულების იმ ქვეყნის არა მაგრამ როცა აცხადებ რომ ეს ფული მოვა და თქვენ მოგხმარდებათ ხალხო მიტინგზე როცა ეუნები ამას ეს უნდა მოყვეს ამას ვინგან მოდის საიდან მოდის და რომელიც ახლა ამაში რა გავიგე კი ბატონო დაბოლოო კითხვები მინდა სულს გაგისვათ რაზე მიუთითებს ის ყოველ შემთხვევაში თქვენ როგორ ფიქრობთ რაზე შეიძლება მიუთითებს ის რომ ლევან გაჩეჩილაძის ამ განცხადების შემდეგ ღიად დაიწყო ხელისუფლებამ საუბარი ნინო ბურჯანაძის პარტიის რუსეთიდან დაფინანსებაზე მე კიდევ ერთხელ გეუბნებით მე არა ვარ ასე ვთქვათ უმრავლესობის წევრი მე არა ვარ ხელისუფლების წარმომადგენელი მე ვარ ოპოზიციური პარტიის ლიდერი მე ამ თემებზე მათთან საუბარი არ მქონია როდესაც ისინი ამას აცხადებენ ბუნებრივია მათ უნდა კითხოთ ეს არგუმენტები საიდან ამბობენ და როგორ ამბობენ მათ ისინი ალბათ ამ თავის ასე ვთქვათ მოსაზრებებს ან გაამაგრებენ თავიანთი ასე ვთქვათ არ ვიცი რითი დოკუმენტი იქნება საბუთი იქნება თუ რა იქნება ან ნუ მე ჩაიკარგება ეს ყველაფერი და მე უგუდებული იქნება ეს არის ძალიან მარტივი კითხვა მაქვს იმიტომ რომ პასუხი მაქვს იმიტომ რომ მე ეს კითხვა არ მეკუთვნის იმიტომ რომ მე შეუძლებელია ამ კითხვაზე პასუხი გაგცეთ რა მაგრამ ბუნებრივია ეს საკითხი დგას დღის წესრიგში ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ინფორმაცია მე მაგალითად მოვისმინე პირდაპირ ინფორმაციები რამოდენიმე პოლიტიკური ძალიან მაღალ ჩინოსნისგან რუსეთის დუმის წევრებისგან სხვა პოლიტიკური ლიდერებისგან რომ ჩვენ დაუჭერთ საქართველოს ოპოზიციას მხარს ჩვენ მათ დავეხმარებით ფინანსურადაც მორალურადაც იქ ნაშიც გამოგზავნეს და 1000 სხვა რაღაც ალბათ ამიტომ ეს ხდება ახლა ეს განცხადებები ხო მოვისმინეთ რაღაც როგორ შეიძლება რომ ახლა ეს განცხადებები თქვა რომ არა ეს ბატონო ისე იხუმრა ვიღაცამ დაუშვათ ჟირინოვსკი მან იხუმრა ზატულინმა ან იხუმრა წიმაფეევია თუ რა გვარები არიან იქ ძალიან ბევრი ეს ხდება ასეთი რამ და სამწუხაროდ ისინი პირდაპირ ამბობენ ჩვენ ვეხმარებით დიახაც დავეხმარებით ფულითაც და მატერიალურადაც და მორალურადაც დიდი მადლობა ბატონო საქართველოს დემოკრატიული პარტიის ლიდერი გია თორთლაძე გახდა ჩვენი გადაცემის სტუმარი დაგვალდეთ პირველი თემა პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში დაბრუნდება პირველი თემა კვლავ პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუდიის სტუმარი გახოთ მოძრაობა თავისუფლების ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია საღამომშვიდობის დიდი მადლობა ბატონ კონსტანტინე გადაცემაში სტუმრობისთვის ლევან გაჩეჩილაძის განცხადება საზღვარგარეთიდან თანხის შემოსვლის შესახებ თქვენს ზოგიერთი ოპოზიციონერის მსგავსად ეს განცხადება შეაფასეთ როგორც არასწორი რა იყო ამ შემთხვევაში არასწორი თქვენთვის იმ შემთხვევაში თუ მე აქ მხოლოდ იმისთვის ვარ მოწვეული რომ გავუკეთო კომენტარი ან თქვათ იმ ფულის წარმომავლობაზე ვისაუბრო რომელიც ბატონმა ლევანმა იგულისხმა ნამდვილად არასწორ ადგილზე ვზივარ იცით როგორ არის ჩვენ თავაზობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის ჩვენ ყოველთვის თანხმდებით წინასწარ იმ თემაზე რა იქნება გადაცემის თემა და შესაბამისად ამ განცხადებით გამოწვეული კომენტარები და ოპოზიციის შესაძლებლობა არის არ ვიცი რა იგულისხმა ბატონმა ლევანმა მე პირადად ასეთ განცხადებას მიტინგზე ნამდვილად არ გავაკეთებდი
არ ვიცი ეს რა თანხა არის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება გამჭვირვალე საზოგადოებისთვის ჯერა. თუმცა კონკრეტულ წარმომავლობაზე ძალიან მიჭირს რაიმე გიპასუხოთ. მე შემიძლია გესაუბროთ იმ თანხებზე და იმ დაფინანსებაზე, რომელსაც ჩვენ პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლება, რომლებიც ასევე ვართ ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორები და მონაწილენი, განკარგავთ და საერთოდ შემიძლია ასევე ვისაუბრო იმაზე, თუ საიდან შეიძლება ამ ქვეყანაში მოპოვებული იქნეს თანხები იმისთვის, რათა პოლიტიკური პარტია შედგეს და იფუნქციონირდეს. გასაკვირველია ვისაუბროთ ამაზეც, უბრალოდ საინტერესო თემა არის. უბრალოდ პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლება, სანამ კონკრეტულად თქვენი პარტიის შემოსავლაზე ვისაუბრებთ, ასევე იყო ჩართული იმ აქციების ორგანიზებაში, ახლაც არის ჩართული. თქვენი იქით ამ ხნის განმავლობაში ოპოზიციის დანარჩენი ლიდერებისა და აქციის მონაწილეების გვერდით და ხელისუფლება ყოველთვის აკეთებდა მინიშნებას, სანამ ღიად გააკეთებდა ლევან გაჩეჩილაძე განცხადებას კონკრეტულად უცხოეთიდან მიღებული თანხის შესახებ, ხელისუფლება ყოველთვის აკეთებდა მინიშნებას, რომ შესაძლოა თანხები აქციების დასაფინანსებლად შემოსული ყოფილიყო რუსეთიდან. თუნდაც ასეთი განცხადება, როდესაც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ის მიიღებს თანხას, თუმცა არ კონკრეტდება, საიდან შემოვა ეს თანხა, ვისგან ან რას მოხმარდება შემდგომში, რამდენად ამყარებს ხელისუფლების ეჭვებს, რომ შესაძლოა ოპოზიციის ნაწილი მართლაც იღებდეს დაფინანსებას რუსეთის ფედერაციიდან. ბუნებრივია, სანამ ეს არ იქნება მთლიანად გაცხადებული, გამჭვირვალე არ იქნება, შესაძლოა ვიღაცას ეჭვები დაებადოს. თუმცა რაც შეგვეხება ჩვენ გვაქვს იქ ერთი უბანი, სხვათა შორის ხუმრობით ღაზას სექტორსაც ეძახიან. აქ არიან ადამიანები, რომლებიც აქციის პირველი დღიდან დღემდე ერთგულად პატიოსნად ძალიან დიდი ენთუზიაზმით და საოცარი იდეალიზმით არიან. ჩვენ გვიდგას იქ ყუთი, რომლიდანაც დაახლოებით 15-20 ლარი ამოდის ხოლმე ყოველ დღე. არის შემოწირულობები, ადამიანებს მოაქვთ იქ სურსათი, საკვები ხშირად, თბილი ტანსაცმელი. აი ეს არის კონკრეტულად ამ აქციაზე შემოწირულობით შეგაქვთ თქვენ წვლილი აქციის ორგანიზებაში. ეს ადამიანები არიან პატრიოტები, რომლებიც 1992 წლის გადატრიალებიდან მოყოლებული დღემდე არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ისინი ერთგულად იდგნენ იმ იდეასთან, რასაც ერქვა საქართველოსთვის ბრძოლა და ახლა გვია და კანონიერებისთვის ბრძოლა. ბუნებრივია ასეთ ადამიანებს ალბათ თავისებური მიდგომა აქვს ყოველივე იმასთან, რასაც ქვია დაფინანსება და ისინი აქ არიან მერწმუნეთ იდეის გულისთვის და არა სხვა რამის გამო. რაც შეგვეხება ჩვენ, ხელისუფლება არღვევს კანონს ჩვენთან მიმართებაში, ისე როგორც სხვა პოლიტიკურ გაერთიანებებთან მიმართებაში, დაფინანსების შესახებ, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ. მათ უნდა გადმოერიცხათ ჯერ კიდევ მაისის ბოლოს 6000 ლარი, მაგრამ ჩვენ დღეს შევიტყვეთ, რომ ისინი არც ივნისის ბოლოს არ აპირებენ ამ თანხის გადმორიცხვას. ეს რამდენი ხნის კუთვნილი დაფინანსება? ეს არის ერთი თვის დაფინანსება, რომელიც ჩვენ კანონის შესაბამისად გვეკუთვნის, მაგრამ ისინი ამის გადმორიცხვას არ აპირებენ. რატომ? მიზეზი რა არის? მიზეზი აქ საერთოდ გაურკვეველია, ხან რაღაც პრობლემებზე საუბრობენ ბიუჯეტში, ხან რაღაც ცვლილებებზე. ფაქტია, რომ ჩვენ ეს დაფინანსება არ მიგვიღია. და ჩვენთან უკვე სერიოზულად ფიქრობენ იმას, რომ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მაგალითად ოფისის დაცლა მოგვიწევს, შესაძლოა ჩვენ ოფისი გადავიტანოთ ასე ვთქვათ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შესასვლელთან, რომელიმე საკანი დავდგათ იქ, 1-2 საკანი და იქ გავმართოთ ოფისი, აბა სხვა გზა არ რჩება. ეს იყო განმარტებები, რომ ეს გამოიწვია გარკვეულმა ტექნიკურმა შეფერხებებმა, თუმცა ამ კითხვას ჩვენ კიდევ ერთხელ დავუსვამთ დღეს ხელისუფლების წარმომადგენელს, რომელიც იქნება ჩვენი გადაცემის მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა დავუსვათ ეს შეკითხვა, რაც შეგვეხება ახლა ჩვენ მე ისევ და ისევ მინდა აქ დაუბრუნდე ამ თემას, ჩვენ სხვა დაფინანსების წყაროები არ გაგვაჩნია. დღევანდელ დღეს საქართველოში ბიზნესი იმდენად შეშინებულია, რომ იგი მზად არ არის, არანაირ მზადყოფნას არ გამოთქვავს, რომ ოპოზიციას რამენაირად დაეხმაროს და გაუწიოს. რითი ახერხებდა ოპოზიცია ამ ხნის განმავლობაში აქტივობას? აქციების სახით, მასშტაბური გამოსვლების სახით. თქვენ ფიქრობთ, რომ სხვა, არა, უკეთრავად თავად მათ ვკითხოთ, თქვენც ხართ ერთ-ერთი წარმომადგენელი ოპოზიციური კომიტეტისა. თქვენ ამბობთ, რომ არა ვარ, იცით, მე წარმომადგენელი ოპოზიციური კომიტეტისა, მე გადაწყვეტილებებში განვაცხადე ეს არაერთ გზის, რომ არ ვიღებ მონაწილეობას არანაირ გადაწყვეტილებებში, ჩვენ ვართ იქ ხალხთან სოლიდარობის გამო. თუმცა თქვენ იყავით ამ პროცესებში აქტიურად ჩართული, მაგრამ ხალხთან სოლიდარობის გამო, ამას ძალიან პრინციპული მნიშვნელობა აქვს.
იქნებოდა თუ არა შთაბეჭდილება, რომ დანარჩენი ოპოზიციური პარტიებიც მწირი შემოწირულობებით აფინანსებდნენ ოპოზიციურ აქციებს. ვერ გეტყვით, ჩვენ ასეთი შთაბეჭდილება სიმართლე გითხრათ არ გქონდა, მაგრამ მე არ დავინტერესებულ ვარ ჯერჯერობით, იმიტომ რომ ამის გამოცდილებაც არ მაქვს. არც ფინანსურ პოლიციაში მიმუშავნია ოდესმე და არც რაიმე შეხება მაქვს სპეცსამსახურებთან, რომ რაღაცა საგანგებო ინფორმაციებს ვფლობდე. როდესაც ოპოზიციური გაერთიანება გეგმავს საპროტესტო გამოსვლებს და აქციებს, სპეცსამსახურების წარმომადგენლების კომპეტენცია, მხოლოდ ბატონ კონსტანტინე, რომ გაარკვიონ. მათ ალბათ უფრო მეტი ინფორმაცია აქვს, ალბათ უფრო მეტი ინფორმაცია. დღეს ბატონი გაბაშვილი, კოკა გაბაშვილი გამოვიდა და გაიხსენა ის 67 მილიონი მანეთი, რომელიც მაშინ გადმორიცხული იქნა თუ წამოსული იქნა საქართველოში, როდესაც დამხობილ იქნა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება. აქ მე მინდა ერთი კორექტივი შევიტანო, ეს ლაპარაკი იყო, რომ ეს როდესაც გამოვიდა მაშინდელი დუმის დეპუტატი იური აფანასიევი და აფანასიევმა განაცხადა, რომ ეს თანხაო გორბაჩოვმაო და შევარდნაძემო გაიღესო საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების დასაფინანსებლად. აი სიტყვა სიტყვით მახსოვს ეს ძალიან კარგად. და სხვათა შორის კარგი იქნებოდა მამაშვილი გაბაშვილებისთვისაც გვეკითხა თუ როგორ განკარგეს ისინი მომხობდნენ ამ ხელისუფლებას მე გულისხმობ ზედ გამსახურდიას კანონიერ ხელისუფლებას და ალბათ კარგი იქნებოდა მათთვისაც დაგვესმა ეს კითხვა თუ როგორ განკარგეს ეს ფული ხო რაც შეეხება იგივე ხელისუფლებას ისინი არჩევნებში ძალიან დიდ ძალთანხებს განკარგავენ ჩემთვის ცნობილია რომ ისინი მილიონებს და შესაძლოა ასეულ მილიონებზეც იყოს საუბარი, ისინი ძალიან სერიოზულ პიარს გეგმავდნენ, აგებდნენ გზებს. არჩევნთან დაკავშირებით რამდენად ცუცით ოფიციალური მონაცემები წარდგენილია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. დიახ, ეს რამდენად დამაჯერებელია, ახლა ეს აი აქ საკითხი ასე დგას. და ისინი ჩვენ ხომ აი მწირ 6000 ლარს არ გვირიცხავენ და ფაქტიურად ამით ცდილობენ რომ მიაღწიონ ჩვენი ყოველგვარი მოღვაწეობის ჩახშობას. ეს არის სამარცხვინო, ეს არის ნამდვილად სკანდალური ფაქტი. და ფიქრობ, რომ ასე ვერ გაგრძელდება ეს. ბატონო, მე ისევ დავუბრუნდები ოპოზიციური გაერთიანების დაფინანსების თემას. თქვენ შეგიძლიათ თუ არა დღესღიად განაცხადოთ, რომ ოპოზიციური ფინანსები აქამდე იყო გამჭვირვალე? ყოველ შემთხვევაში, როდესაც იყო არჩევნები და საარჩევნო კამპანიები, იქნა წარდგენილი ფინანსური, ესე ვთქვათ, დეკლარაციები და ხელისუფლების მხარეს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. და გულისხმობ ბოლო რამდენიმე თვეს და ბოლო რამდენიმე თვე. ბოლო რამდენიმე თვეს მე ვფიქრობ, რომ არ ყოფილა რაღაცა განსაკუთრებული ისეთი მოვლენები და ისეთი ხარჯვა, რომ აქ სერიოზული შეკითხვები დასმულიყო. ყოველ შემთხვევაში დეკლარაცია ფინანსური დგება ყოველი წლის ბოლოს რამდენადაც ჩემთვის ცნობილია უпростоრად გაზაფხულობით არის ხოლმე ეს და დარწმუნებული ვარ რომ ამ შემთხვევაშიც ის სუბიექტები რომელსაც თქვენ საუბრობთ გააკეთებენ განსაკუთრებულ ხარჯებს არ ითხოვდა ის აქტივობები რასაც ოპოზიცია მიმართავდა ბატონ კონსტანტინე იგივე თუნდაც ეროვნულ სტადიონზე გამართვა მასშტაბური აქციის იგივე უამრავი საკნის დადგმა თბილისის ქუჩებში აპარატურა აქციებისთვის და ასე შემდეგ არ ვიცი მე მგონი უნდა მოიწვიოთ თქვენ ვინც გაიღო ეს ხარჯები და შეგიძლიათ ეს შეკითხვა დაუსვათ ჩემთვის უცნობია თუ ვინ გაიღო ვინაიდან მე არ მონაწილეობდი ვიმეორებ იმ კომიტეტში რომელიც იღებდა გადაწყვეტილებებს და ამასთან დაკავშირებით მე არც ის გავაკეთე განცხადება ასევე მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო რომ არანაირი შეხება ჩვენ არ აგვაქვს ქალბატონი ნინო ბურჯანაძის ასე ვთქვათ ფინანსებთან მე ისიც არ ვიცი თუ რა ფინანსები აქვს მას ან საიდან არის ეს ფინანსები ნამდვილად არ ვიცი ამის თაობაზე არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია თუმცა ყველანაირად დაჟინებით ცდილობენ რომ ჩვენ რაღაცნაირად დაგვაკავშირონ ამ ფინანსებთან მაგრამ ნინო ბურჯანაძე ისე როგორც თქვენ და სხვა დანარჩენი ლიდერები ჩართულები იყვნენ ამ აქციების სამზადისში და მის ორგანიზებაში შესაბამისად გარკვეულწილად თქვენ ერთმანეთთან იყავით დაკავშირებული ძალიან მარტივად მოვახდინეთ ამ ყველაფრის ორგანიზება ვიმეორებ ჩვენ გქონდა ის დაფინანსება და ვიყენებდით სწორედ ამ თანხებს
დაფინანსებისთვის. ანუ თქვენ რომელიც აქტიურად იყავით ჩართული ოპოზიციის სხვა ლიდერებსა და მხარდამჭერებთან ერთად აქციების ორგანიზებაში, ამ აქციებში იყენებდით მხოლოდ თქვენს მწირშემოსავლებს? დიახ, მხოლოდ ჩვენს მწირშემოსავლებს და კიდევ იმ შემოწირულობებს, რომელსაც ჩვენ ვიღებდით ჩვენი მომხრეებისგან. კი ბატონო. რასაკვირველია, მოდით ჩამოვთვალოთ საერთოდ ვინ შეიძლება დააფინანსოს პოლიტიკური მოძრაობები. ეს შეიძლება დააფინანსონ მაგალითად საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ხო? ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ვარდების რევოლუციის პერიოდი, როდესაც ღიად იყო საუბარი იმაზე, რომ ნაციონალურ მოძრაობას, ანუ იმ ძალას, რომელიც რევოლუციის შედეგად და გადატრიალების შედეგად მოვიდა ხელისუფლებაში, დაფინანსება ჰქონდა სწორედ სოროსის ფონდიდან. მე კარგად მახსოვს, იყო 500-მდე არასამთავრობო, სხვათა შორის და დღეს მიჩნდება კითხვა, თუ სად გაქრნენ არასამთავრობოები, რომლებიც სოკოებივით ამოვიდნენ და მიჩნდება ასევე კითხვა, ხომ არ იყო ეს არასამთავრობოები იმისთვის, რომ მომხდარიყო გარკვეული თანხების გადმოქაჩვა უცხოეთიდან საქართველოში. აი სწორედ ეს შეკითხვები უნდა დაისვას, მიუხედავად იმისა, რომ გასულია 5 წელი, საზოგადოებამ ალბათ უნდა მიიღოს პასუხი ამასთან დაკავშირებით, მეტად იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ადამიანები ესოდენი გულმოდგინეობით ცდილობენ გაარკვიონ, ხომ არ შემოდის საზღვარგარეთიდან ფული და მე სოროს ფონდიც მახსოვს და კიდევ 1000 გვარი მაჯლაჯუნა, რომელიც ჩარეული იყო საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმაც შეახსენეს ხელისუფლებას, გასაგებია საერთაშორისო ორგანიზაციები. ასევე ხელისუფლება მიუთითებს იმაზე, იმ კითხვის პასუხად, რაც თქვენ დასვით, საიდან შეიძლება შემოვიდეს ფინანსები, მიუთითებს ასევე რუსეთის სპეცსამსახურებზე. თქვენ გამორიცხავთ ამის შესაძლებლობას, ბატონ კონსტანტინე, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებამ შეძლო თავისი ეჭვების გამტკიცება. არა, ჩვენ არაფერს არ გამოვრიცხავთ, რასაკვირველია, მაგრამ საერთოდ ხელისუფლებისთვის დამახასიათებელია ხელის გაშვერა რუსეთისკენ, იმიტომ რომ ეს ამ შემთხვევაში უფრო კარგია, მომგებიანია იმისთვის, რომ თავისი ოპონენტი გააშავოს და ცუდ კონტექსტში წარმოაჩინოს. რასაკვირველია, ამას პოლიტიკური დატვირთვა აქვს უპირველეს ყოვლისა. საფუძველს მოკლებულია თქვენ ამას ამბობთ, ბატონ კონსტანტინე? არა, არ ვიცი, ახლა საფუძველს მოკლებული შეიძლება არ იყოს ესეჭვი, შეიძლება ვიღაცამ მართლაც რაღაც შემოიტანოს. მეტადრე გვაქვს ისეთი მაგალითი, როდესაც ის ძალა, რომელიც მოვიდა ხელისუფლებაში და დღესაც ხელისუფლებაშია და არაპირებს საერთოდ წასვლას, მათ სწორედ უცხოეთიდან ჰქონდათ და ასეთი ბნელი და საეჭვო ორგანიზაციებისგან, როგორიც არის სოროსის ფონდი, როგორიც არის სხვადასხვა hedge ფონდები, როგორიც არის კიდევ სხვა ტიპის ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა ლობებთან იყვნენ დაკავშირებული. მე ახლა არ მინდა ესე ბოლომდე გავხსნა ბჭყალები ამასთან დაკავშირებით. პირადად მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა. მე პირადად არ დამჩენია, ასე ვთქვათ, არანაირი ფინანსები. მამაჩემი ამ ქვეყნის პირველი პრეზიდენტი იყო და იგი არ იყო დაკავებული ამ ფინანსების აკუმულირებით, ნამდვილად იქიდან მე არაფერი არ მქონია და არც მაქვს. იგი თლიანად თავის მოღვაწეობა მან მიუძღვა მამულის მსახურებას და მიუძღვნა საქართველოსთვის ბრძოლას და ქართველი ერის კეთილდღეობას. ასე რომ ჩვენ ნამდვილად აქედან არ გვაქვს დაფინანსება, ჩვენ არ გვაფინანსებს ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ან ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ან ევროკავშირთან, ან რუსეთთან. ჩვენ ასევე არ გვაფინანსებს ის ბიზნესი, რომელიც ამჟამად არის საქართველოში და არის გვარიანად შეშინებული მიხეილ სააკაშვილისგან. და სხვათა შორის აგვისტოს ომმა ძალიან სერიოზული კვალიც დაატყო ამ ბიზნესს, მათი ფინანსური შესაძლებლობებიც როგორც ჩანს საკმაოდ შეზღუდულია დღეს. კი ბატონო. ბატონ კონსტანტინე, და კიდევ კითხვა მინდა დაგისვათ თქვენ სამომავლო გეგმებზე მაშინ, როდესაც რა გზას ადგას დღეს მოძრაობა თავისუფლება 26 მაისს, როდესაც ჩატარდა ოპოზიციის მასშტაბური აქცია, თქვენ მაშინ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. სწორედ მაშინ თქვენ დღისთაც გააკეთეთ კომენტარები, რომ ირჩევდით განსხვავებულ გზას, რადგანაც ერთიანობამ ვერ გაამართლა, თუმცა არ დააკონკრეტეთ მაშინ, რას გულისხმობდა თქვენი დამოუკიდებელი გზა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლად ირჩევდით სიახლოვეს, მაინც ითვალისწინებდა მიხეილ სააკაშვილის ამ ხელისუფლებიდან ჩამოშორებას. ჩამოყალიბდა თუ არა დღეს საბოლოოდ მოძრაობა თავისუფლება როგორ აპირებს მოქმედების გაგრძელებას? მე განვაცხადე, რომ ჩვენ უკანასკნელნი ვიქნებოდით, რომლებიც დავტოვებთ ამ აქციას და ასეც არის. ჩვენი, ესე ვთქვათ, თანამებრძოლები იმყოფებიან აქციაზე ერთგულად დღე და ღამე. ხდება სხვათა შორის ძალიან ცუდი პროცესი. მე გავხდით დასავლეთ საქართველოში და იქაც დაიწყო უკვე გაყალბებული ნიფტკიცებების და შეთითხნილი ბრალდებების საფუძველზე აქციის მონაწილეების დაპატიმრება.
გუშინ წინ დააკავეს პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლების წევრი და საპროტესტო მოძრაობის ასევე მონაწილე რომან კაკაშვილი, ის არის რუისის ორგანიზაციის წევრი, მას ასევე გაყალბებული ნივთმტკიცებების საფუძველზე ასე ვთქვათ, დასდეს ბრალი და ცდილობენ მის გასამართლებას. აი ეს არის დღევანდელი სიტუაცია და ჩვენ ძირითადად ახლა გადართული ვართ ამაზე, რომ რაღაცნაირად დავიცვათ ჩვენი წევრები ხელისუფლება გადასული არის რეპრესიებზე. ერთად ბატონ კონსტანტინე. ჩვენ ბუნებრივია ოპოზიციაში ვრჩები, ჩვენ ოპოზიციონერები ვართ, სხვა შორის მარტო ოპოზიციონერები არა ვართ, ჩვენ ეროვნული სულისკვეთების და ეროვნული მოძრაობის ტრადიციების აღორძინებას. თქვენი განცხადება, რომ თქვენ განაგრძობდით სააკაშვილის ხელისუფლების დემონტაჟს დამოუკიდებლად. არა, ჩვენ ბუნებრივია როგორც შეგვიძლია დღეს და როგორიც ასე ვთქვათ, შესაძლებლობები გვაქვს, რასაც რის საშუალებაც გვაქვს გამომდინარე ჩვენი დღევანდელი რესურსებიდან, ამას ვაგრძელებთ და ყოველთვის გავაგრძელებთ. ვინაიდან ეს არის რეჟიმი, რომელმაც საქართველოს ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა და შეიძლება ითქვას უფსკრულის პირზე მიიყვანა. ეს არის რეჟიმი, რომელმაც მე არ ვიტყვი სისტემა, თორე სისტემა რაღაცა მოწესრიგებულს გულისხმობს, ეს არის რეჟიმი, შეიძლება ითქვას და მან შექმნა ასეთი სიტუაცია ქვეყანაში, რომ ყველაფერი ძალიან დიდწილად დამოკიდებული გახადა ფინანსებზე, ეს ერთი. და მეორე, ყველაფერი გააკეთა, რომ ამ ქვეყანაში ფინანსი არ იშოვებოდეს. აი ეს არის რეალური სურათი და სწორედ აი ამ მიმართულებიდან ცდილობენ ისინი ბრძოლის და მოქმედების შესაძლებლობები გადაუჭრან და საერთოდ არსებობის შესაძლებლობა არსებობა გამორიცხონ დამოუკიდებელი მართლაც ოპოზიციური პოლიტიკური ძალის არსებობა ქვეყნის პოლიტიკურ ლანდშაფტში. ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ ზაფხულშიც გააგრძელებენ აქტივობას, ზაფხულშიც გაგრძელდება აქციები, უკვე 3 თვე სრულდება, რაც ოპოზიცია რჩება ამ რეჟიმში. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე? ეს ახლა რთული საკითხია, დღეს ალბათ ნამდვილად ვერ ვიტყვით, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს და რაფორმებს მიიღებს აქცია. ყველა შემთხვევაში საპროტესტო მუხტი რომ იქნება და გაგრძელება ამას მოჰყვება, ჩემთვის ცხადია. უბრალოდ ძალიან მიჭირს დღეს ამ ეტაპზე დავაკონკრეტო. დიალოგს ისევ არ განვიხილავთ, ბატონ კონსტანტინე? არა, დიალოგს განვიხილავ, მე ყოველთვის განვიხილავდი დიალოგს მხოლოდ გარკვეული პირობით. ან უნდა ყოფილიყო ამ დიალოგის ესა თუ ის გარანტორი, სერიოზული პოლიტიკური, ასე ვთქვათ, სიმძიმის მქონე, რომელიმე ფიგურა ან ორგანიზაცია, რომელიც ჩადგებოდა შუაში და მოახდენდა არა მხოლოდ მონიტორინგს ამ მოლაპარაკებებისა. თუნდაც ის რომ საერთაშორისო წარმომადგენლები იყვნენ აქტიურად ჩართული, პიტერ სემნები ჩამოვიდა არაერთხელ და პიტერ სემნებთან გაიმართა არაერთხელ შეხვედრა ამ საკითხზე. დღეს ევროსაბჭოს გენერალურ მდივანმაც მოუწოდა ორივე მხარეს ოპოზიციას ჩაერთონ. მოწოდება არ კმარა, საჭირო არის აქ ჩამოსვლა და უშუალოდ მონაწილეობის მიღება ამ პროცესში, თუნდაც ისე, როგორც ეს ხდებოდა ისრაელ-პალესტინის მოლაპარაკებებზე. როდესაც ამერიკას ყავდა ამერიკის შეერთებულ შტატებს გამოყოფილი საგანგებო წარმომადგენელი, რომელიც ესწრებოდა ამ მოლაპარაკებებს. ძალიან კარგად მახსოვს, მის სახელი და გვარიც მახსოვს, სხვადასხვა ამ ტიპის კონფლიქტთან ვაიგივებთ ჩვენ დღეს პოლიტიკურ დაპირისპირებას საქართველოში. დიახ, სამწუხაროდ აი ასეთი ფორმა მიიღო, დიახ. ამ ყველაფერმა, რასაკვირველია, ეს არის საბედნიეროდ მაინც მშვიდობიანი, არ დაღვრილა სისხლი, თუმცა ხელისუფლების მხრიდან აშკარად ადგილი აქვს ძალადობას და ამას შესაძლოა, გარკვეულ ემოციურ ფონზე საპირისპირო ძალადობას მოყვეს. ბუნებრივია ეს არ არის გასახარი ფაქტი ნამდვილად, მაგრამ რასაკვირველია, თავარი პასუხისმგებლობა აქ ეკისრება ხელისუფლებას, რომელმაც ყველანაირად უნდა არიდოს თავი ძალადობას და არ უნდა დაუშვას ქვეყანაში რეპრესიების ახალი ტალღა. მერწმუნეთ, ეს აქს არაფერს არ მოიტანს, ეს ქვეყანას მიიყვანს კატასტროფის ზღვრამდე. ძალიან დიდი მადლობა, გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლების ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია გახდა ჩვენი სტუმარი. დაგვალოდეთ პირველი თემა ეთერში რამდენიმე წუთში დაბრუნდება. ჩვენი გადაცემა კვლავ პირდაპირ ეთერშია. პირველი თემის შეკითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხებს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პავლე კუბლაშვილი. საღამომშვიდობის, ბატონ პავლე. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემახვილებს. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის, ბატონ პავლე. ლევან გაჩეჩილაძის განცხადება და შესაძლო შემოსვლა თანხებისა საზღვარგარეთი და რა ეჭვების საფუძველი გაუჩინა ამ განცხადების მოსმენამ უმრავლესობას? თავისთავად განცხადება თავის შინაარსს იყო ძალიან გულახდილი და ამას მივესალმები, მაგრამ ასევე მინდა ვთქვა, რომ
არათუ ეჭვები გააჩინა, ეჭვები დაადასტურა ამ ტიპის განცხადებამ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვამბობდით, რომ ოპოზიცია სარგებლობს მნიშვნელოვანი დაფინანსებით, რაც შემოდის უცხოეთიდან. და როდესაც უცხოეთზე ვსაუბრობთ, ახლა ალბათ არავის არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ საუბარი ერთადერთ ქვეყანაზე, რომელიც დაინტერესებულია იმაში, რომ ჩვენ ქვეყანაში, საქართველოში იყოს არეულობა. ეს არის ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, ეს არის რუსეთი და თუ რომელიმე ქვეყანა არის დაინტერესებული იმაში, რომ დააფინანსოს პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც არეულობისკენ მოუწოდებს საზოგადოებას, ეს არის სწორედ რუსეთი. ჩვენ გვახსენდება არაერთი განცხადება რუსეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის, რომლებიც ღიად აცხადებენ, რომ მათი მიზანი არის საქართველოში შეცვლა ხელისუფლების. მათი მიზანი არის რეალური ცვლილებები ხელისუფლებაში და სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის მოშორება ხელისუფლებიდან. ეს მათი განცხადებებია და ძალიან კონკრეტული, ძალიან ცნობილი ყველასთვის და ეს განცხადებები კეთდება მათ შორის რამოდენიმე დღით ადრე, ამას წინათაც ბატონმა მედვედევმა გააკეთა ეს განცხადება. ამიტომ როდესაც ბატონი გაჩიჩილაძე საუბრობს იმაზე, რომ მან იშოვა უცხოეთში დაფინანსება, ბუნებრივია ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ ეს არის ის თანხა, რაც შეიძლება მოდიოდეს რუსეთის ფედერაციიდან. არც ერთ სხვა ქვეყანაში, არც ერთ სხვა ლიდერს, არც ერთ სხვა პოლიტიკურ ფიგურას არასდროს არ გაუკეთებია განცხადებები საქართველოში მიმდინარე პროცესებთან და მის დაფინანსებასთან დაკავშირებით. და ამ პროცესებში საკუთარ ინტერესებთან დაკავშირებით, განსხვავებით მედვედევისა და პუტინისაგან. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ცალსახაა, რომ თუ არ ვიცი რომელ ქვეყანაში ბრძანდებოდა ბატონი გაჩიჩილაძე, მაგრამ ფაქტია, რომ თუ რომელიმე ქვეყანა შეიძლება იყოს დამფინანსებელი ამ პროცესების, ეს პირველ რიგში შეიძლება იყოს რუსეთი. ან თქვენ გამორიცხავთ, რომ ლევან გაჩიჩილაძე შეიძლება ელოდებოდეს თანხებს რომელიმე სხვა ქვეყნიდან. მან თავად განაცხადა დღეს, ვთქვათ, მწირი კომენტარი შემოიფარგლა ჟურნალისტებთან და აღნიშნა, რომ ეს ქვეყანა არ არის რუსეთი. ძალიან საინტერესო, რომელი სხვა ქვეყანა არის ესე დაინტერესებული ამ პროცესების დაფინანსებით და აი ამ არეულობის მოწყობით, რასაც ცდილობენ ჩვენი ოპონენტები. რომელი ქვეყანა გაგიგიათ ესეთი, რომელი არის ჰოლანდია არის, თქვათ, ავსტრია არის, რომელი სხვა ის ქვეყანა არის, ვინც შეიძლება იყოს ამაში დაინტერესებული. სადმე ყოფილა განცხადებები რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან, რომ მისი მიზანია შეცვალოს ხელისუფლება საქართველოში. რომელიმე სხვა ქვეყნიდან, გარდა რუსეთისა, გაგიგიათ, რომ ისინი არიან დაინტერესებული საქართველოში ხელისუფლების შეცვლით. მე ესეთი ქვეყანა არ მახსენდება. მაგრამ ოპოზიციის არც ერთი ესეთი ქვეყანა არ გახსენდება, იმიტომ რომ ესეთი ქვეყანა ბუნებაში სხვა არ არსებობს გარდა რუსეთის. ბატონ პავლე, მაგრამ ოპოზიციის არგუმენტები არის ასეთი, რომ ლევან გაჩიჩილაძე როგორც ასეთი არ არის პარტიული, მას შეუძლია მიიღოს თანხა და შემდგომში თუ ის გადარიცხავს ამ თანხას რომელიმე პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ, ის შესაბამისად შეიზღუდება კანონით, თუმცა იმაში, რომ მან მიიღოს თანხა საზღვრებს ფარგლებს გარეთ მცხოვრები რომელიმე კონკრეტული პირისგან, მას ამ შემთხვევაში კანონი არ ზღუდავს. გასაგებია, ძალიან საინტერესო ლოგიკა არის ის, რის პოვნასაც შეეცადნენ ჩვენი ოპონენტები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ბატონმა ლევანმა თავად უპასუხა ამ კითხვას. მან განაცხადა, რომ თანხა მიიღო არა პირადი მიზნებისთვის, არამედ ამ აქციების დაფინანსებისთვის. ეს განცხადება ღიად იყო მიტინგზე. ამიტომ ეხლა ვიღაცამ თქვას, რომ ეს არის პირადად ლევან გაჩიჩილაძესთვის გადაცემული თანხა. მე მგონი არასწორია. და მე მგონი ამას თვითონ ბატონ ლევანიც არ დაადასტურებს. ეს თანხა ბატონმა ლევანმა მიიღო ან მიიღებს, ეს უკვე მისი განცხადებებიდან არ ჩანს, თუმცა ასეთი თანხები რომ მიღებული აქვს ოპოზიციას ფაქტია, სწორედ იმ მიზნებისთვის რომ მოაწყოს ამ ტიპის აქციები და თუ აქციების მოწყობას ემსახურება ეს თანხა, ბუნებრივია ეს არის პოლიტიკური და პარტიული დაფინანსება. მაგრამ სხვა ვერანაირი დაფინანსება ამას ვერ დაერქმევა, ეს არ არის თანხა, რომელიც ბიზნესმენ ლევან გაჩიჩილაძეს გადასცეს, ან რომელიც გადასცეს ლევან გაჩიჩილაძეს იმისათვის, რომ დააფინანსოს თავისი შვილის მოგზაურობა ევროპაში, ან რაიმე სხვა პირადი მიზანი. მე მგონი ცალსახაა, რომ ეს თანხა გამოყოფილი იქნა პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისთვის და პარტიების აქტივობისათვის. მოდით, ბატონ პავლე, მაშინ ასე განმარტოთ, არის თუ არა ამაში, რომ კონკრეტულმა პირმა ამ შემთხვევაში ლევან გაჩიჩილაძე მიიღოს თანხა და შემდგომში კანონის ფარგლებში, გარკვეული ლიმიტის ფარგლებში გადასცეს ეს თანხა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არის თუ არა ამაში რაიმე არაკანონიერი? ის რომ ფიზიკურმა პირმა ლევან გაჩიჩილაძემ პირადი მიზნებისთვის მიიღოს რაიმე თანხა, ბუნებრივია, გარდა იმისა, რომ დაიბეგრება სათან არაფერი შეზღუდვას სხვას არ დაექვემდებარება, მაგრამ როდესაც საუბრობთ პოლიტიკურ ლიდერზე, რომელიც არის პოლიტიკური პარტიების მაკოორდინირებელი, რომელიც აფინანსებს ამ პოლიტიკურ პარტიებს, ქალბატონ ბურჯანაძესთან, სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად. ასეთ შემთხვევაში ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა განვიხილოთ როგორც პოლიტიკური დაფინანსება. და მე არ ამგონია, რომ ბატონ ლევანი, როდესაც საუბრობდა თანხაზე, ის გულისხმობდა ერთი ფიზიკური
ფიზიკური პირისთვის დაწერესებულ ლიმიტს. ანუ 30000 ლარი კი არ უგულისხმია ბატონებას. გაცილებით უფრო დიდი თანხა იგულისხმება და აქ მინდა მე კიდე ერთ საკითხზე შევჩერდეთ თუ მაძლევს დრო ამის საშუალებას. ბატონი კოკოს განცხადებას მინდა გამოვეხმაურო. პირველ რიგში მინდა თქვა რომ ბატონმა კოკომ ბრძანა რომ ჩვენ ხუმრობით ერთი ადგილი გვაქვს რომელსაც ხუმრობით ხაზას სექტორს ვეძახით. უკაცრავად, მაგრამ აქ საუბარია რუსთაველის გამზირზე. ჩემთვის და ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი რუსთაველის გამზირს და არავინ არ უნდა გაბედოს რუსთაველის გამზირის შედარება ხაზას სექტორთან. როდესაც პოლიტიკოსი აცხადებს ხუმრობით რომ რუსთაველი არის ხაზას სექტორი, ეს არის უპასუხისგებლობა, მაგრამ როდესაც პოლიტიკოსი ოცნებობს იმაზე რომ რუსთაველი აქციოს ხაზას სექტორად, ეს არის დანაშაული. ამიტომ ცოტა უფრო ფრთხილად მოვეკიდოთ მსგავს განცხადებებს და ცოტა უფრო ფრთხილად ვიყოთ იმასთან თუ რასთან გვაქვს საქმე დღეს ამ მოედანზე და ვის მიერ ფინანსდება ეს ყველაფერი. მაგრამ ბატონო ერთი სამ დავასრულებ აუცილებლად უბრალოდ ბატონმა კოკომ ბრძანა რომ ჩვენ აქ გვიდგას ხუთებიო რომელშიც დღეში 15-20 ლარი ამოდის აქ მოდიან ადამიანები რომელსაც საკვები მოაქვს და ამით ვაფინანსებთ ამ აქციებს. უკაცრავად, მაგრამ ვინმე სჯერა ამის? ერთმა თქვენმა ტელემაყურებელმა მაინც დაიჯერა თქვენ როგორ ფიქრობთ რომ ამ ხუთებიდან ამოსული თანხით აფინანსებენ აქციებს? ეს არის ძალიან კარგად დაფინანსებული აქციები. მარტო იმ საკნების, რომელიც გალიების, რომელიც 500 წელი დადგეს სხვადასხვა ადგილში ჩვენი ქვეყნის და ჩვენი დედაქალაქის. მარტო ამის დაფინანსებას რამდენი თანხა ამოვიდოდა და ის 15 და 20 ლარი ეყოფოდა ამ გალიების გაკეთებას. ან იმ სტადიონის დაქირავებას 15 და 20 ლარი ეყოფოდა, რომელიც ჩვენმა ოპონენტებმა დაიქირავეს. ეხლა თავს მოიტყუებენ და მით უმეტეს საზოგადოებას ვერ მოატყუებენ, რომ ამით აფინანსებენ თავიანთ აქციებს. ბატონ პავლე, მოდით კონკრეტულ სახელს დავარქვათ ყველა. ჩვენი გადაცემის წინა სტუმარმა ასევე ახსენა ის მწირი შემოსავალი, რასაც ისინი იღებენ ბიუჯეტიდან, უბრალოდ ის თანხა, რაც მათ ეკუთვნით, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში არ მიუღიათ და პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლების ლიდერს სწორედ ამაზე აინტერესებდა მოესმინა ხელისუფლების პასუხი, რატომ ვერ იღებს ბიუჯეტიდან კუთვნილ დაფინანსებას მისი პოლიტიკური მოძრაობა. აუცილებლად მოგახსენებთ ამაზეც. პირველ რიგში მე მინდა გავიხსენო ის პროცესი, როდესაც ჩვენ ვზდიდით პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას და ეს კანონი ჩვენს მიერ იქნა ირიცირებული. ჩვენ შევიტანეთ ეს ცვლილებები და პოლიტიკური პარტიების დაფინანსება ბიუჯეტიდან გაიზარდა. ზოგ შემთხვევაში ჯერ შეწყვეტის შემდეგ ბატონო. ზოგ შემთხვევაში ბატონო ჯერ შეწყდა გარკვეული პოლიტიკური პარტიებისთვის, შემდეგ კი იმათთვის მის დატოვეს პარლამენტის რიგები, მაგრამ შემდეგ აღდგეს და გაიზარდა. არათუ აღდგა, გაიზარდა ორჯერ და მეტად. მაგრამ ჩვენმა ოპონენტებმა ეს მაშინდელი ჩვენი ინიციატივა მიიღეს როგორც არასერიოზული ნაბიჯი და ამბობდნენ რომ ჩვენთვის ეს უმნიშვნელოა, ეს არ იფიქროს ხელისუფლებამ რომ ჩვენთვის გადმოგდებული თანხაა და ასე შემდეგ. თუმცა ამ დაფინანსებას იღებდნენ ძალიან კარგად თვეების განმავლობაში. ამის შემდეგ, როდესაც ისინი რამოდენიმე თვე ორი თვის განმავლობაში ამაყობდნენ რომ არ აძლევენ პარლამენტ შეკრების საშუალებას. ეს ყველაფერი უკავშირდებოდა გარკვეულ ცვლილებებს, მათ შორის ცვლილებებს ბიუჯეტში, რომელიც ჯერჯერობით განხილვის პროცესშია და თვის ბოლოს ჩვენ ამ ცვლილებების განხილვას დავასრულებთ. ამ ბიუჯეტში ცვლილებებს უკავშირდება სწორედ იმ თანხის გაცემის საკითხი, რომელზეც ბატონი კოკო ბრძანებდა. და მხოლოდ მაშინ დაინტერესდნენ პარლამენტის მუშაობით და ბიუჯეტის ცვლილებებით ჩვენი ოპონენტები, როდესაც ვერ მიიღეს კუთვნილი დაფინანსება. მათ არადაირად არ აღელვებდათ ის საკითხები, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის შეიძლება მნიშვნელოვანი ყოფილიყო. ეს უკავშირდება ძალიან ბევრ სხვადასხვა საკითხს, მათ შორის მიწის ლეგალიზებასთან დაკავშირებით, განსახდელი თანხების შემცირებას, მათ შორის პატიმრობის კოდექსს, მათ შორის განათლების სისტემაში გასატარებელ ცვლილებებს, მაგრამ ეს საკითხები არ აინტერესებდა ჩვენ ოპონენტებს. ჩვენ ოპონენტებს აინტერესებდა ერთადერთი საკითხი, რატომ არ იღებენ კუთვნილ პარტიულ დაფინანსებას ბიუჯეტიდან. კი ბატონო, ამ დაფინანსებას მიიღებთ აუცილებლად, როგორც კი შევა ბიუჯეტის ცვლილებები. ხაზი მინდა გაუსვა რომ მხოლოდ ბოლო ერთი თვე არის არ მიუღიათ ეს დაფინანსება. მანამდე ძალიან კარგად იღებდა ყველა პარტია იმ თანხას, რაც ბიუჯეტიდან ეკუთვნოდა. ამიტომ ეხა ისრების გადატანა იქეთ, რომ არ გვაძლევენ ბიუჯეტიდან დაფინანსებას და ამიტომ ჩვენ უნდა მივიღოთ რუსული ფული, ჩვენ უნდა რუსული ფულით დავაფინანსოთ ჩვენი აქციები და გამოვიყენოთ ყველა რესურსი იმისათვის, რომ ხელისუფლება შევცვალოთ, რაც სხვა შორის რუსეთის ინტერესებში. ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განაცხადები და ამით საზოგადოებას ვერ მოატყუებენ. ბუნებრივია, საზოგადოებას უნდა კონდეს ინფორმაცია, რითი ფინანსდება ჩვენი ოპონენტების რიგები და მათ მიერ განხორციელებული აქციები. კიდე ერთ საკითხი გაუსვა ხაზი. ამ საკითხთან დაკავშირებით, კი ბატონო, ბრძანეთ შემდეგ დავსრულებთ. ეს შეეხება იმას თუ როგორ შეხვდნენ ჩვენი ოპონენტები ბატონი გაჩეჩილაძის განცხადებას. დღეს მე უსმინე ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს, რომელმაც თქვა, რომ მსგავსი განცხადების გაკეთება ოპოზიციასთან შეთანხმების გარეშე გაჩეჩილაძის მხრიდან იყო არასწორი და დაგმო ესეთი განცხადება. ის კი არ თქვა, რომ ფულის მიღება რუსეთიდან
არის დანაშაული და ამის გაკეთება არ შეიძლება. ის კი არ ამ განცხადებას ბატონ პავლე რუსეთიდან ფულის მიღებაზე რატო უთხარ რომ ამ ტიპის დაფინანსება მიიღო? აუცილებლად ვისაუბრებთ. დარწმუნებული დავასრულებ თუ შეიძლება. ხმადა ვარ დარწმუნებული რომ ქალბატონ ბურჯანაძე შეიძლება ასევე ფინანსდებოდეს საზღვარგარეთიდან როგორც ისინი უწოდებენ, მაგრამ რეალურად რუსეთიდან და ეს ყველა ვიცით. და უბრალოდ ამის შესახებ არაკეთებს განცხადებას. დღეს გოკა გაბაშვილმა გააკეთა ასეთი განცხადება და ასე ვთქვათ დარწმუნებით განაცხადა რომ მას აქვს საფუძველი ვარაუდოს რომ ნინო ბურჯანაძე იღებს დაფინანსებას რუსეთიდან. რა მტკიცებით რითი შეუძლია ამის დამტკიცება ხელისუფლებას? ასეთი განცხადებაც გააკეთა უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის მხრიდან რომ მას ნებისმიერ ინსტანციაში შეუძლია ამის მტკიცება. მისი ამ განცხადების მე ვიცი ბატონი გოკას ამ განცხადების შესახებ, ვიცი იმის შესახებაც რომ ქალბატონი ბურჯანაძე აპირებს არჩევის შეტანას თუ უკვე შეიტანა და იმედი მაქვს რომ შეიტანს, იმიტომ რომ ამის დამტკიცება არის ძალიან მარტივი და ბატონი გოკა ამას შეძლებს დარწმუნებული ვარ. ის რომ რუსეთიდან მოდის ფინანსები, რომელთაც აქციები იმართება, მე ვფიქრობ რომ არის უდაო და ყველა შეიძლება მარტივი ლოგიკით მივიდეს აქამდე ამ დასკვნამდე. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ბატონი გოკა აბსოლუტურად გააზრებულად აკეთებს ამ განცხადებას და ამ განცხადების უკან დგას კონკრეტული ლოგიკა, რის გამოც მან ეს განცხადება გააკეთა. ანუ თქვენ ლევან გაჩეჩილაძის განცხადების მოსმენამდეც ჰქონდათ მტკიცებულებები ბატონ პავლე რომ ოპოზიციის ნაწილი იღებდა დაფინანსებას რუსეთიდან? დიახ, ჩვენ მქონდა ვარაუდი, რომ ოპოზიციის ნაწილი იღებდა დაფინანსებას რუსეთიდან. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, როდესაც საუბარია 500-მდე გალიის დამზადებაზე, როდესაც საუბარია ამ გალიებში ადამიანების ასე ვთქვათ განთავსებასთან დაკავშირებით გადასახდენ თანხებზე. მე იქ არ მინახავს სხვა შორის იმ გალიაში არც ერთი პოლიტიკური ლიდერი. იქ ვნახე უბრალო ადამიანები, რომელსაც თანხებს უხდიდნენ, სამწუხაროდ ეს ფაქტია და ამას მე მგონი თვითონ აქციის მონაწილეებიც დაადასტურებენ და შესაბამისად ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ამას სჭირდება სერიოზული დაფინანსება. მაგრამ რატომ გამოვიწყოთ, რომ ეს ადამიანები გამოდიოდნენ ქუჩაში თავიანთი პროტესტის გამოსათქმელად და არა იმ თანხის სანაცვლოდ, რომელსაც მას უხდიდნენ? არა, მე არ ვსაუბრობ, რომ ამ ადამიანებს არ აქვს პრობლემები. მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ ამ ადამიანების პრობლემები არ არის, ასე ვთქვათ, ჩვენ არ უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი. ბუნებრივია, ძალიან ბევრს აქვს ჩვენ ქვეყანაში პრობლემა. ძალიან ბევრი პრობლემა უნდა მოგვარდეს. მაგრამ როდესაც პოლიტიკოსები გარკვეული ადამიანების პრობლემებს იყენებენ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, ეს არის დანაშაული. და ასეთ დანაშაულს სამწუხაროდ ყოველდღიურად ჩადიან ბურჯანაძე, ბატონი გაჩეჩილაძე და სხვები. ბატონ პავლე, როდესაც ჩვენ საუბრობთ, როდესაც ხელისუფლება საუბრობს ოპოზიციის მიერ საზღვარგარეთთან, ამ შემთხვევაში რუსეთიდან მიღებულ ფულზე, ოპოზიციის ლიდერებმა, მათ შორის ჩვენი გადაცემის სტუმრებმაც, გაახსენეს ხელისუფლებას ვარდების რევოლუციამდელი ვარდების რევოლუციის პერიოდი, როდესაც ნაციონალური მოძრაობა აქტიურად ფინანსდებოდა სოროსის ფონდის მიერ. მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ოპონენტებსაც ურჩიო, რომ გადაამოწმონ შესაბამისი ინფორმაცია, ნახონ რა დაფინანსება ქონდა ნაციონალურ მოძრაობას 2003 წელს, 2003 წლამდე ან მას შემდეგ და თუ არის მასში რაიმე შემოსავლები უცხოური წყალოებით. არც ერთი ესეთი ტიპის შემოსავალი ნაციონალური მოძრაობის დაფინანსებაში არ იყო, არ არის და შესაბამისად აქეთ ასე ვთქვათ შემოდავების პრინციპი ამ შემთხვევაში არ გამოადგებათ. კიდევ ერთ რამეს მინდა ხაზი გაუსვა აუცილებლად, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებაზეა საუბარი, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რას უკავშირდება ეს უცხოეთიდან დაფინანსება. ვინ უკვეთავს მუსიკას? რატომ არის ეს კითხვა მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ვინც მუსიკას უკვეთავს, ყველაფერი ვინც ფულს იხდის, ის უკვეთავს მუსიკას და შესაბამისად ის არის თავარი წარმმართველი პროცესების. ბატონმა გაჩეჩილაძემ გუშინ ბრძანა, რომ მან შეიძლება აიღოს ფული მათ შორის რუსეთიდანაც, უბრალოდ ამ ფულს მოახმას ქართულ საქმეს და არანაირი ვალდებულება ამ ფულის უკან არ იქნება. ხა ძალიან რთულია ამაში დაეთანხმო და მე მგონი არავინ არ დაიჯერებს, რომ ვინმე ბატონ გაჩეჩილაძეს ფულს მიცემს იმისთვის, რომ როგორც უნდა ისე გამოიყენოს და არანაირი ვალდებულებით მას არ დატვირთოს. ბუნებრივია, თუ რუსული ფულია ეს და მე ამაში დარწმუნებული ვარ. ძალიან დიდი ვალდებულებები იქნება ამის უკან. და ამ ვალდებულებებს პოლიტიკოსები თვალს უნდა უსწორებდნენ. ამ ვალდებულებების უკან დგას ქვეყნის ბედი და ამაზე ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ. ბატონ პავლე, თქვენ საუბრის დასაწყისშიც აღნიშნეთ, რომ ამ განცხადებამ ერთგვარად დაადასტურა ის ეჭვები, რაც აქამდე ჰქონდა ხელისუფლებას. ეს ეჭვები, ეს ვარაუდები ხელისუფლების მხრიდან გამოთქმული, რომ შესაძლოა დაფინანსება მოდიოდეს რუსეთიდან, ესმოდა ოპოზიციას და ოპოზიციის ნებისმიერ ლიდერსად. რითი ხსნით თქვენ ასეთ საჯარო განცხადებას და ასე ვთქვათ, ასეთ მოულოდნელ გულწრფელობას ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის მხრიდან? ვერ გეტყვით, მე
დამიჭირდება ახსნა იმისა თუ რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზეზი. ამის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო მარტივად ის, რომ გარკვეულ ადამიანებს, რომელსაც ფულს უხდიდნენ ამ აქციაში მონაწილეობისთვის, რამოდენიმე დღის განმავლობაში ვეღარ გადაუხადეს თანხა და ეს განცხადება იყო მათთვის მიცემული იმედი, რომ ეხლა ჩვენ დაფინანსება გვექნება თანხის გადახდასაც შევძლებთ და კიდევ უფრო გავზდით თქვენ დაფინანსებას და ასე შემდეგ. შეიძლება სხვა მიზეზი ყოფილიყო, ჩემთვის ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს. უბრალოდ საზოგადოებისთვის არის მთავარი. იცოდეს საიდან მოდის ფული, იცოდეს საიდან შეუკვეთეს მუსიკა, იცოდეს ვინ ასრულებს შემდეგ ამ მუსიკას და რა ვალდებულებები აქვს მას მუსიკის შემკვეთის მიმართ. ეს არის მნიშვნელოვანი და ამაზე ალბათ პასუხი უნდა გაგვცეს ყველამ, ვინც საუბრობს უცხოეთიდან, უცხოეთში ნაშოვნ ფულზე. უცხოეთში თითოეული ჩვენთაგანი ყოფილა, მაგრამ დამერწმუნებით, რომ იქ ფულს ესე არ არიგებენ. წახვიდა უცხოეთში და ჩამოიტანო ფული ისე, მე მგონი ესეც რამე არ ხდება. ჩამოაქვს ძალიან კონკრეტული მიზნებისთვის, ძალიან კონკრეტული დავალებით და ძალიან კონკრეტული წყაროებით. ბატონ პავლე და დასასრულს ერთი შეკითხვა, თუ კი ხელისუფლება, როგორც თქვენ ამბობთ, რომ თქვენ აქამდე გქონდათ ვარაუდები, ეს ვარაუდი დაადასტურდა, დღეს შეგიძლიათ დაადასტუროთ, რომ კონკრეტულად ნინო ბურჯანაძე საიდან იღებს ფულს. თუ თქვენ გაქვთ საფუძვლიანი არგუმენტები დაამტკიცოთ ის, თუ ვინ უკვეთავს მუსიკას საქართველოს და ვინ იხდის ამისთვის ფულს, რატომ არ მიმართავს შესაბამის ზომებს ხელისუფლება? პირველ რიგში მე მინდა ვთქვა, რომ ამ პროცესში მთავარი არის საზოგადოება მიცოდეს ყველაფერი, საიდან და როგორ ფინანსდება. მეორე ხარისხოვანი არის, როგორი შეიძლება იყოს პასუხისგებლობა. ჩემი აზრით, სასაგვიროა, პასუხისგებლობა პოლიტიკოსების არის ყველაზე მკაცრი, როდესაც მათ პასუხს თხოვს საზოგადოება. თუ კი არ იქნება მტკიცებულებები წარმოდგენილი, არა მხოლოდ განცხადების დონეზე, ბატონო პავლე. საზოგადოება პასუხს მოთხოვს თითოეული პოლიტიკოს, რომელიც დღეს საუბრობს უცხოეთში მიღებულ დაფინანსებას, რომელიც დღეს საუბრობს უცხოეთში ნაშოვნ ფულზე. და ეს პასუხი იქნება ძალიან მკაცრი საზოგადოების მხრიდან და ბუნებრივია, რომ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენმა თანამოქალაქემ იცოდეს, ვისთან აქვს საქმე, იცოდეს, ვინ არის ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია პოლიტიკურ ლიდერობაზე. ბატონ პავლე, თუ კი არ იქნება კონკრეტული მტკიცებულებები წარმოდგენილი, რამდენად სარწმუნოა, რომ საზოგადოებისთვის განცხადებების დონეზე გაკეთებული კომენტარები იქნება სარწმუნო? მე ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს ძალიან მალე შეიძლება ნათელი მოეფინოს თვითონ ჩვენი ოპონენტების განცხადებებიდან. თუ ბატონმა გაჩეჩილაძემ გუშინ განაცხადა, რომ მას აქვს უკვე კონკრეტული შეპირებები ფულთან დაკავშირებით, ხვალ შეიძლება თქვას კონკრეტულად საიდან იყო ეს შეპირება. მან თქვა, რომ მე ამ ეტაპზე არ შემიძლია დავასახელო, ვინ არის ეს პიროვნება და იმედი მაქვს, რომ შემდეგ ეტაპზე მაინც დაასახელებს, ვინ არის ეს პიროვნება, ვინც ესე გულუხვად არიგებს უცხოეთში გასვლისთანავე ფულს კონკრეტული მიზნებისათვის. ამიტომ თვითონ ოპოზიციამ ალბათ ძალიან ბევრ კითხვას პასუხი უნდა გასცეს და პასუხი უნდა გასცეს პირველ რიგში საზოგადოების წინაშე. ძალიან დიდი მადლობა ბატონ პავლე გადაცემაში მონაწილეობისათვის. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუკლაშვილი პასუხობდა პირდაპირ ეთერში პირველი თემის შეკითხვებს. ჩვენი გადაცემა დღესამით დასრულებულია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.